1 ტრილიონის ინვესტირება ამერიკაში, ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირის სტატუსი და 3 მნიშვნელოვანი ხელშეკრულება. სწორედ ეს არის ის, რითიც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 დღიან ვიზიტს ასრულებს, თუმცა ამჯერად მხოლოდ მის პირველ ნაწილზე ვისაუბრებთ. ამ შეხვედრის მნიშვნელობას თავიდანვე უნდა გაესვას ხაზი. ამერიკის შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი წელს პარტნიორობის 80 წელს აღნიშნავენ. ისტორია, რომელიც ქვეყნის 32 პრეზიდენტ რუზველტისა და საუდის მაშინდელი მეფის აბდულაზიზის სამხედრო ხომალდზე შეხვედრით დაიწყო 80 წლის თავზე 47 პრეზიდენტ ტრამპისა და განსვენებული მონარქის შვილიშვილის პრინც სალმანის შეხვედრით თეთრ სახლში გრძელდება. სოფლიოს განსაკუთრებული ყურადღება პირველივე დღეს ტახტის მემკვიდრის მიერ მოულოდნელად გაჟღერებულმა ინფორმაციამ მიექცია. ინფორმაციამ, რომ საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს დონალდ ტრამპისთვისაც კი დიდი და სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ჩვენ გვსურს დავაანონსოთ, რომ ამერიკაში ჩასადები ინვესტიციის მოცულობას 600 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე გავზრდით. ეს იქნება ნამდვილი ინვესტიცია და ნამდვილი შესაძლებლობა. ინვესტიციები ტექნოლოგიურ სფეროში, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, ავიაციაში, მაგნიტების წარმოებაში ჩაიდება და ეს ბევრ შესაძლებლობას შექმნის. ანუ ახლა თქვენ მეუბნებით, რომ 600 მილიარდის კი არა 1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებთ? რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულება, რომელსაც ხელს მოვა. კარგია, მე ძალიან მახარებს ეს ამბავი. მართალია საუდის პრინცმა მართლაც კოლოსალური მოცულობის ინვესტიცია დააანონსა, თუმცა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რომელ კომპანიებში ჩაიდება ეს თანხა. ცხადია, მათზე შემდგომ სიუჟეტში გიამბობთ. იქამდე კი სხვა მნიშვნელოვან გარიგებებს უნდა შევეხოთ. მათ შორის ყველაზე საინტერესო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა. როგორც თეთრი სახლი იუწყება, ამერიკა საუდის არაბეთს 300 ულტრათანამედროვე ტანკს გადასცემს და ქვეყანას სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც დაეხმარება. ამასთან შტატები მოკავშირეს საკუთარი ავიაციის სიამაყეს F-35-ებსაც მიჰყიდის. მართალია ზუსტი რაოდენობა გასაიდუმლოებულია, თუმცა ამერიკული მედია 48 გამანადგურებელზე საუბრობს, რომელთა საერთო ღირებულებაც სულ მცირე 4 მილიარდი უნდა იყოს. თუმცა ეს არაფერია წლის დასაწყისში ორ ქვეყანას შორის დადებულ შეთანხმებასთან, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთმა შტატებისაგან 142 მილიარდის შეიარაღება უნდა იყიდოს. სამხედრო თვალსაზრისით გამორჩეული იყო ტრამპის გადაწყვეტილება პარტნიორი ქვეყანა ნატოს მთავარ არაწევრ მოკავშირედ დაესახელებინა. სიცხადისათვის ეს ფორმალური ხასიათის ნაბიჯია და ის ნატოს სხვა წევრებს ვალდებულებას არ უმატებს. დღემდე იგივე სტატუსს ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანა ფლობს და მისი გაცემის ნება მხოლოდ ამერიკის ლიდერს აქვს. ტრამპმა და სალმანმა კიდევ 2 მიმართულებით დადეს გარიგება. საუბარია იშვიათი მეტალების მოპოვებისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე და ბირთვული ენერგიის სამოქალაქო მიზნებისთვის გამოყენების ნების დართვაზე. სხვათა შორის დაახლოებით იგივე შედეგი ტრამპმა აზიური ტურნეს ფარგლებში სამხრეთ კორეასთანაც დადო. ამ ისტორიული შეხვედრის პირველი დღის მიმოხილვას პოლიტიკურ განცხადებებზე საუბრის გარეშე ვერ დავასრულებთ. დონალდ ტრამპმა ისაუბრა სირიაზე და თქვა, რომ მისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება საუდის პრინცისა და თურქეთის პრეზიდენტის თხოვნით მიიღო. ისაუბრა პალესტინაზე და თქვა, რომ ის ღაზელებს ძალიან უყვართ. ცხადია, ისაუბრა ისრაელზეც და მუჰამად ბინ სალმანს აბრაამის შეთანხმების გაფორმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. თუმცა მიიღო პასუხი, რომ ეს იქამდე არ მოხდება, სანამ ორი სახელმწიფოს გამოსავალი როგორც გეგმა არ აღსრულდება. იმის მიუხედავად, რომ სტუმრის სტატუსი ჰქონდა, ამერიკული მედიის კრიტიკულ კითხვებს ვერც თავად სალმანი გაექცა. ABC News-ის ჟურნალისტმა საუდის პრინცს კოლეგის, ჟურნალისტ ჯემალ ხაშოგის ბურუსით მოცული მკვლელობა შეახსენა. თქვენ უდიდებულესობა ამერიკის დაზვერვამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტის ბრუტალურ მკვლელობას თქვენ კურირებდით. ამას გარდა 9 სექტემბერს დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის თქვენი აკყოფნა უმძიმესია. რომელ მედიას წარმოადგენთ? ABC News. ვის წარმოადგენ? ABC News. ანუ ყალბ მედიას. ABC News-ი fake news-ია. როგორც მოისმინეთ, კაცი, რომელიც დონალდ ტრამპის გვერდით იჯდა, ამერიკული დაზვერვის 2021 წლის ვერდიქტით საკუთარი ყოფილი მოკავშირისა და შემდგომში კრიტიკოსის, ჟურნალისტ ჯემალ ხაშოგის მკვლელობას კურირებდა. თუმცა 1 ტრილიონიანი ინვესტირების გეგმით მოხიბლულ ტრამპს გავლენიანი სტუმრის განაწყენება არ აწყობდა. ამიტომაც ამერიკის სახელმწიფო დაზვერვის დასკვნა უარყო
და განაცხადა, რომ სალმანს ხაშოგის სიკვდილთან არაფერი ესაქმებოდა. არც თუ გასაკვირად, იგივე განაცხადა საუდის პრინცმა და მომხდარს უმძიმესი, მტკივნეული ფაქტი უწოდა. ხარეები ისრაელის თემას აღარ მიუბრუნდებოდნენ, რომ არა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვა აპირებდა თუ არა ტრამპის საუდის არაბეთისთვის ზუსტად ისეთი F-35 გამანადგურებლების მიყიდვას, როგორცაც ისრაელი ფლობს. ანუ თანხმდებოდა თუ არა ის ორი ქვეყნის საჰაერო შესაძლებლობების გათანაბრებას. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ კითხვას ირიბად უპასუხა და თქვა, რომ საუდის არაბეთი არანაკლებ სანდო პარტნიორია. პარტნიორი, რომელიც საუკეთესოს იმსახურებს. ალბათ რთული გამოსაცნობი არ არის, რა რეაქცია ექნებოდათ ისრაელში იმის გაგებისას, რომ საუდის არაბეთი მისი დონის სანდო მოკავშირედ გამოაცხადეს. თუმცა დღეს ამერიკას ტრამპი მართავს და ის წვეთს რა როგორ იქნება. სალმანის ვიზიტის პირველი დღის შეჯამება ამით მთავრდება. თუმცა ხვალინდელ სიუჟეტში აუცილებლად გავცემთ პასუხს მთავარ კითხვას, რომელ ტექნოლოგიურ, ენერგეტიკულ თუ სატრანსპორტო სექტორს გაუნაწილებს საუდის არაბეთი 1 ტრილიონიან ინვესტიციას.